გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით მხიარული ფუტკრის გვერდიდან. გრძელდება საშემოდგომო სამუშაოები. ერთი ჩვეულებრივი დღე გვაქვს საფუტკრეში. პირველ რიგში შევამოწმებთ თაფლის მარაგს და დავაკვირდეთ რა მდგომარეობა არის სკეპში, ზოგადად რა ვითარება არის საფუტკრეში. დავიწყოთ მეგობრებო მუშაობა. აი ეს სტიკერით მაქვს მონიშნული მეგობრებო. სკა არის დაზიანებული. სკას გამოვცვლით. საერთოდ ძალიან ცუდი მდგომარეობა, ძალიან ცუდად გამოიყურება. ეს სკა უნდა შევცვალოთ. ახალი სკა მაქვს მოტანილი. არტყი ვერ შევამჩნიე მეგობრებო და ეს ახლა უკვე ნორმალური არის ეს მდგომარეობა, უბარტყობის სეზონი იწყება და აი დედა ფუტკარი ძალიან ფრთხილად გადმოვიყვანთ ეხლა ახალ სკაში. აი როდესაც არტყი უკვე აღარ არის ოჯახში, უბარტყობას ვეძახით ფუტკრეები, ვაროას ტიპაზე დამუშავება ძალიან ეფექტური არის. ერთი სკა შევცვალეთ მეგობრებო, იყო ძალიან დაზიანებული. ვაგზელებთ სამუშაოებს. ეხლა უნდა დავათვალიერო ოჯახები, განსაკუთრებით შემოდგომაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თაფლის მარაგს, იმიტომ რომ ხდება ოჯახების მომზადება ზამთრისთვის. კარგად რომ გამოიზამთროს ოჯახებმა, ამისათვის უნდა იყოს ახალგაზრდა ფუტკრები. ამიტომ არის კარგი, როდესაც ადრე გაზაფხულზე ცვლიან ძველ დედას. დღეს არის გეგმიური დამუშავება, მეოთხეჯერ ვამუშავებ უკვე ვაროას ტიპაზე, შევაბოლებ მჟავას. რაც შეეხება ფუტკრების მკურნალობას და მჟავას, რა მეთოდით მკურნალობ ფუტკრებს, ამის შესახებ მე ჩავწერე ერთი ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ. ფუტკრების მკურნალობა. ლინკი იქნება აღწერაში. კარგად არის მეგობრებო, ამ ოჯახში თაფლის მარაგი. საერთოდ რამდენი ჩარჩო ფუტკარიც არის ოჯახში, სასურველია რომ იმდენი ჩარჩო თაფლიც იყოს. განსაკუთრებით თუ ემზადებით ზამთრისთვის. ეხლა არის ოქროწყევლას ძალიან მცირე ღალა. საერთოდ ჯამში კარგი მდგომარეობა არის ოჯახში. თაფლის მარაგი არის ასთავარი. მაგრამ ყველა ოჯახში ასე არ ხდება. ყურადღება მიაქცეთ თაფლის მარაგს. თუ არ არის თაფლის მარაგი, ძირითადად ხელოვნურ საკვებს ფუტკრეები იყენებენ კანდის სახით. შაქარზე და თაფლზე მზადდება მეგობრებო. ჩემი აზრით ინვერსირებულ სიროფზე კარგი საკვები არ არსებობს ფუტკრებისთვის. თაფლის შემდეგ და თუ კი სხვა გზა არ აქვს, მაშინ მივცემთ კანს. მცირე ზომის კანსაც შეუძლია ფუტკარი გადაარჩინოს. ერთი 10 დღე მაინც იქნება კიდევ ოქროწყებლა. ამიტომ აი ფუტკარის მუშაობს, მინდა რომ ეს ნახოთ. ძალიან კარგად მუშაობს მეგობრებო ოქროწყებლაზე ფუტკარი. ფაქტიურად შეიძლება ჩაითვალოს აკაციის სტოლიღალა არის. თანდათან მრავლდება ეს სცენარი მეგობრებო და ძალიან ბევრ ადგილას გვხვდება. ასეთი ხელსაწყო მაქვს მეგობრებო, სადაც პატარა აუზი არის და შიგნით მოთავსდება მჟავა. ახურდება ეხლა ეს ხელსაწყო და შემდეგ დავიწყებთ მჟავის შებოლებას. ასეთი პატარა შპრიცი მაქვს გაკეთებული, რომ ზუსტად 1 გრამი სამოღებას შევძლო მარტივად. ეს დოზირება არ ახასიათებს ამ მჟავას. მაგალითად რომ მივცეთ 2 გრამი ან 3 გრამი, ფუტკარს ის არ ავნებს. ასეთი ხელსაწყო არის კიდევ ელექტროენერგიაზე და თუ გექნებათ მაგის საშუალებაც, ის ელექტროენერგიის ხელსაწყო უკეთესი არის.
როდესაც მჟავა ორთქლდება, შეიძლება გაიბიდნოს მილი. ხშირად უნდა გაწმინდოთ მუშაობის პროცესში. არ შეიძლება მეგობრებო ამ თეთრი კვამლის შესუნთქვა. მჟავა არის და მავნებელი არის ორგანიზმისთვის. ამიტომ მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, სასურველია პირბადით იმუშაოთ. მჟავა შევაბოლე, დავამუშავე ფუტკრის ოჯახები ვაროას ტიპაზე, სკა გამოვცვალე, თაფლის მარაგი შევამოწმე ოჯახებში. ყველაფერი რიგზი არის. საშემოდგომო სამუშაოებზე შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი კომენტარებში ან გაწევრიანდით Facebook ჯგუფში მხიარული ფუტკრის საძმო. ლინკს დავტოვებ აღწერაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ვიდეოს ნახვისთვის. დაალაიქეთ ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა ყველას.